გამორჩეულად კეთილშობილი ადამიანი იყო, ძალიან თბილი, ღვთისმოშიში. მის ყველა ქმედებაში იგრძნობოდა, რომ ძალიან დიდი რწმენა ჰქონდა უფლის და ამბობდა კიდევაც, რომ აპოკალიფსი არ იქნება თუ ჩვენ დიდი სიყვარულით ვიცხოვრებთ. მისი საფლავის ქვასაც ასეთი წარწერა აქვს კეთილი კაცი და ერთ-ერთი კეთილი კი რომ უკეთილშობილესი ადამიანი იყო, არა მხოლოდ რეჟისორებს შორის. ყოველდღიურად გვიქადაგებდა სულ ყველა სიყვარულზე, ეს ეტყობოდა ყოველდღიურ ურთიერთობაში. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად დამაკლდა, იმიტომ რომ პანდემიის პერიოდშიდაც უკვე მერე როგორც სხვა კუთხით მიწევდა ხოლმე ურთიერთობა და რაღაცნაირი სინანული მომყვება, რომ იმ ცოტა რთულ ეპოქაში ასეთი ფორმით გარდაიცვალა COVID პანდემიის დროს და რა ვიცი, ნათელი მის სულს და მის ოჯახს უსურვებ დიდხანს გააგრძელონ მისი დატოვებული საქმე, ბევრი სასიკათო საქმე აკეთოთ მის სახელზე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ერმალო მაღრაძის სახელი დიდხანს ემახსოვრებათ არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში, ალბათ მთელს ქვეყანაში. ერმალო ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიყვარული. მეუღლე, მეგობარი, არ ვიცი. აი ერმალო რომ სახში იყო, მე ისე მიხაროდა სახში მოსვლა, როგორც აი კარგ სპექტაკლზე, კარგ ფილმზე. არ ვიცი, იმის შემდეგ ჩემი გული არის ცარიელი, მაგრამ ვცდილობ გავაგრძელო ცხოვრება, იმიტომ რომ აცხონო მისი სული და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. გადავწყვიტე აი ეს მემორიალური დაფა გამეკეთებინა, დიდხანს ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მოვახერხე და დღეს ვარ ძალიან ბედნიერი. ასე მგონია აქ ტრიალებს ერმალოს სული და ჩემ შემდეგ დარჩება წარწერა, რომ იყო მართლაც დიდი ადამიანი. ყოველთვის აი ყველა რო სიყვარულით იხსენებს, ეს არის მისი ხსოვნა და ალბათ ძალიან ბედნიერია იმქონა და იხარებს, იმიტომ რომ ეს სულ ველაპარაკები, როგორც ცოცხალს, ისე და დღევანდელ დღეზეც ყველაფერს მოუყვები. ინტერვიუში მისმა პროდიუსერმა კითხა, ორი სიტყვით როგორ დაახასიათებდი თქვენ თავსო და გაჩერდა და უბრალოდ კეთილი კაცია და მართლაც მე მგონი ერმალოს მე მოსიარულე სიკეთეს ვეძახთ იმდენად. კეთილი და კარგი. დღეს გაიხსნა ბატონი ერმალოს ბარელიეფი და ამით ყველანი ამაყები ვართ, იმიტომ რომ ის იყო ყველა თაობისთვის საყვარელი ადამიანი. მისი სახელი და გვარის გაგონება ჩვენთვის ყოველთვის ამაღელვებელი იყო და ვცდილობდით, რომ იდეები, პროექტები აგვეტაცებინა ახალგაზრდებსაც და ყოველთვის სიხარულით ვიღებდით ამ ყველაფერში მონაწილეობას. დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ქალბატონ მანანას ვუსურვებ კიდევ დიდ წარმატებას და ამით მან მისი სახელი ასე ვთქვათ უკტავყო და ეს ისედაც ასეთ იყო და მოსალოდნელიც იყო. მე ძალიან დიდი სიყვარულით ვიხსენებ ერმალო მაღრაძეს, იმიტომ რომ მე ერმალო მაღრაძესთან მაკავშირებს წარსული, რა თქმა უნდა. ერმალოც თეატრში ახალგაზრდობიდან თეატრში იყო და მე თეატრში გავიზარდე. შემდეგ ძალიან მიხაროდა, რომ ერმალოს წარმატებები ძალიან მიხაროდა. ერმალო იყო არის კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს და არა მარტო ქალაქს. ერმალო დააკლდა მეგობრებს. ერმალო იყო ძალიან უშუალო ადამიანი, რომელსაც უნდა ხელოვნებაში ჩაედო მთელი სული და გული. და მანანასთან ერთად ერმალო და მანანა მოგეხსენებათ, რომ ღვთის წინაშე ქალი და მამაკაცი ერთია, ცოლი და ქმარი ერთიან და მართლაც ერთიანად მთელი სისრულით ემსახურებოდნენ ისინი ხელოვნებას. ადამიანი, როდესაც მიდის ამ ქვეყნიდან და რჩება ისეთი პატრონი, როგორიც არის მანანა, მისი მეუღლე, ეს არის დიდი ბედნიერება. მანანამ უკტავყო ერმალოს სახელი და ჩვენც მისი თანამედროვენი და ახალგაზრდა თაობა ალბათ დიდხანს დაიმახსოვრებს ერმალო მაღრაძის სახელს, რომელიც იყო ძალიან უშუალო, ხელოვნებაზე შეყვარებული და როგორც შეაქვეყნეს კეთილი კაცი. ჩვენ ქონა ძალიან კარგი ურთიერთობა და მეგობრობა. უამრავი რამ მახსენდება. უამრავი რამ მახსენდება ისეთი იუმორის მხრივ თვალსაზრისით, ისედაც მეგობრული თვალსაზრისით, აი ყველანაირად რომ ამ ადამიანთან მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და რა შემიძლია ვთქვა რომ წლების შემდეგ გავიდა რამოდენიმე წელი და ერმალო მაღრაძეს ასე ეხსენებს ხალხი და ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერი დღეს ახალგაზრდებსაც რომ უთხრა ისე კარგად და ლამაზად ახსენდებათ ახალგაზრდებს და იხსენებენ ყველას ღიმილი სახეზე აქვს და ეს არის ჩემთვის ძალიან კარგი და დამახასიათებელი იმისა რომ ერმალო მაღრაძე არსებობს დღეს და
მით უმეტეს მისი მეუღლე ქალბატონი მანანა დღესდღეობით მიყვება ძალიან კარგად ამ ყველაფერს და მის ოჯახს, როგორც აი ახლა აქ უყურებთ, ამ სახლში ცხოვრობს კინორეჟისორი ერმალო მაყრაძე. ეს არის ერმალო მაყრაძის ოჯახი, რომელსაც ნატრობდა ყოველთვის და მოესწრო, მაგრამ ბოლომდე ამ ყველაფერს ვერ შეესწრო და ხარობს ალბათ იმ ქვეყნად მისი სული.